ვერ მოვახერხეთ გუშინ მიზეზთა გამო ვერ მოვახერხეთ რა და ძალიან საინტერესო თემაა. დანის დედაქალაქ კოპენჰაგენში იცით თქვენ რომ ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ. ვამბობ ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ მეთქი, მაგრამ არ გულისხმობ მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელობას. ასევე ამ შეხვედრაზე, რომელიც არ არის ევროკავშირის ფორმატით, ეგ რა მაგის პასუხია და ესეც უნდა ითქვას, არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიც იყვნენ, ასე მაგალითად ალიევი, ასე მაგალითად პრეზიდენტი ზელენსკი, სხვები და იყო კაცი რომელიც არ ვიცი რამდენად ტიროდა გულახდილად გეტყვით, ალბათ უფრო არ, მაგრამ მე კი რატომღაც შემომახსენდა სწორედ და მე ავტირდებით მეფე ლირი ის ცხადი არ არის, ლირი ყველასგან მიტოვებული რომ არის, ამის მადასტურებელია აი ეს კადრები, რომელსაც ახლა მე თქვენ გაჩვენეთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ხედავთ კადრში, მე უკვე პრეზიდენტი ზელენსკი დანიელ კოლეგასთან ერთად, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუტე და ირაკლი კობახიძე ჩანს აი რო ზის, ახლა უფრო ახლო პლანეტაც გამოჩნდება, უკან ქალბატონი ბოჭორიშვილი, ბანდიტი საგარეო საქმეთა მინისტრი, ისევ ევროპელი ლიდერები, მათ შორის ესპანეთის ლიდერი, ალიევი, რომელიც ასე იღიმის, ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოჩნდი რა, კობახიძე, უნდა გამოჩნდეს, თუ არ უნდა გამოჩნდეს. ხო, აი აქ უკვე ჩანს, მოდის ვიხდი, ნახეთ, უნდა ჩავართოთ მაინც, ნახეთ. და არის ის რა უნდა ქნას. მეფე ლირივით, ხო, ავტირდებით მეფე ლირი ყველასგან მიტოვებული, მე უკვე მაგაბოჭორიშვილს გადაულაპარაკებს, ასაც გადაულაპარაკებს და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი თემაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შეხვედრებზე ეპატიჟებიან, მიუხედავად იმისა, რომ 20-30-40 წამით გაუჩერდება ხოლმე რომელიმე ევროპული წამყვანი, ან არაწამყვანი ქვეყნის ლიდერი და წამყვანი ქვეყნის ლიდერი გაუჩერდა პრემიერად წოდებულ კობახიძეს, ანუ მაკრონი გაუჩერდა იცით თქვენ და 40-50 წამიანი კომუნიკაცია შედგა მათ შორის. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გარიყულები არიან. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას რამდენიც არ უნდა დაიკვეხნოს, რამდენიც არ უნდა მოგვაწონოს თავი და პროპაგანდის მანქანები ჩართოს, ხო, ის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ამასობაში რაღაც სხვა რამ გამახსენდა და ამიტომ გადავწიე შეიმარცხერა ხელი, ის საქართველოს ხელისუფლება ყველასაგან მიტოვებული, ყველასაგან გარიყულია და გარიყულია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისიც თქვენ რომ პარალელურად მიმდინარეობდა ევროპის საბჭოს ასეს სხდომა, სადაც გამომსვლელები აკრიტიკებდნენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, უწუნებდნენ რა მას უკლებლივ ყველაფერს, რასაც ის სჩადის საქართველოში, ანუ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც იყო თავისუფლების ფორპოსტი, თავისუფლების წინახაზე, ბრძოლის წინახაზე, მაინც და მაინც კონვენციურ ომს არ უგულისხმობ, თუმცა არც უიმისობა, უომობა, ომის გარეშე ყოფნა იყო და ახლა კი არის მაჩანჩალა, ქვეყანაც აღარ არის საქართველო, ის არის თავიდან ბოლომდე მოქცეული რუსეთის ფრთებქვეშ და ირაკლი კობახიძე ფორმალისტური თვალსაზრისით არის მთავარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერში, რასაკვირველია, უმთავრეს პასუხისმგებელი არის ბიზინა ივანიშვილი, რომელმაც როგორც იქნა, ეს ერთის მხრივ კარგია, ხო? თამაშობაც კარგია, მეორე მხრივ, მაგრამ აი ჩამოიხსნა ნიღაბი, აღარც თამაშობს და 22 წლის თებერვლის მიწურულიდან და განსაკუთრებით 24-25 წლიდან ის მთლიანად წარს დგა მსოფლიოს და ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც ერთის მხრივ ავტორიტარი, მეორე მხრივ ავტორიტარი, რომელსაც აქვს მიდრეკილებები და სურვილები ჩამოყალიბდეს დიქტატორად და ასევე ჩამოყალიბდა თუ ტრანსფორმირდა საბოლოოდ ჩამოიხსნა უფრო ზუსტი რომ ვიყოთ ნიღაბი და წარს დგა ჩვენს წინაშე როგორც რუსი და არა პრორუსი, არამედ სწორედაც რომ რუსი პოლიტიკოსი. ახლა პოლიტიკოსი თუ მართველი ჩრდილში მყოფი, რომელსაც ესე ფორმალური პასუხისმგებლობა არც ეკისრება, თუმცა ყველაფერი იცის მთელი მსოფლიოს გარშემო და ყველა ქვეყანაში და ყველა ქვეყნის ხელისუფლება მიცის რეალურად რას წარმოადგენს ივანიშვილი ბიზინა. ის თავისთავად ის რომ ირაკლი კობახიძეს ჯერაც ეპატიჟებიან, თუნდაც არა ევროკავშირის
ეგიდით გამართულ შეხვედრებზე ეს თავისთავად პრობლემაა, მე ამას ვადასტურებ და თუნდაც 50 წამით რომ უჩერდება პრეზიდენტი მაკრონი პრემიერად წოდებულ კობახიძეს. თუმცა მაყურებელ სიმნაწილს, რომელსაც გონია რომ აი შემთხვევით კი არა, სადაც რომ მოახვედრეს ერთად პრემიერად წოდებული კობახიძე და საფრანგეთის პრეზიდენტი ერთად ისხდნენ და ხშირად კი რამდენიმეჯერ უნახავთ ეს კადრი, როცა ერთად სხედან სწორედ კობახიძე და მაკრონი და გონია რომ აი კობახიძეს ისეთი პატივი სცეს, რომ აი მოხვდა ის თვით მაკრონის გვერდით, მე უბრალოდ მინდა არ მინდა ვასწავლო მაინც და მაინც რა უფლება მაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ხდება ალფავიტის მიხედვით, ესე იგი A B C D E F France და G ჯორჯია, ანუ საფრანგეთის ფრანსეს F-ის შემდეგ ბუნებრივად არის ჯორჯია, აქედან გამომდინარე ვიდრე კობახიძე de facto პრემიერად წოდებულია ის მართავს ქვეყანას თუნდაც ასე უკანონოდ, სადაც იქნება ის მაკრონის შემცვლელის გვერდით მოხდება ხოლმე და რასაკვირველია გამოიყენებს იმ წამებს, რომ მას უთხრას ოღონდ რა უნდა უთხრას, სიმართლე გითხრათ არც ვიცი, ანუ რა ასე უბნება ხოლმე, სიმართლე გითხრათ არ ვიცით, იმიტომ რომ მაკრონმაც ისევე როგორც უკლებრივ ყველამ გამიმეორებ და ყველამ შესანიშნავად იცის, რომ აქ ირღვევა ადამიანის უფლებები და ამასაც ვინჩივის როგორ არჩივით, მაგრამ მაინც გარდა ამისა, საქართველოს de facto ხელისუფლებამ საქართველო გარდაქმნა რუსულ ქვეყანად და ეს არის პრობლემათა შორის თავარი პრობლემა, ეს არის არა მხოლოდ საგარეო ორიენტაცია კობახიძის თავკაცობით არსებული de facto მთავრობისა, ეს არის ასევე საშინაო პოლიტიკა, რომელსაც ესენი სუვერენულ დემოკრატიას ან სუვერენულ პოლიტიკას უწოდებენ, სუვერენიტეტი შეზღუდულია, პირდაპირ ვამბობ, საერთაშორისო სამართლის იმ სწორი პრინციპების თანახმად, რომლებიც სწორედ ადამიანის უფლებებს ეხება, თუ რომელიმე ევროპული სახელმწიფო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მოდი აღვადგინოთ და ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა სიკვდილით დასჯაო, ბუნებრივია, რომ ევროკავშირში ისიც თქვენ რომ გაუქმებულია სიკვდილით დასჯა, ბუნებრივია რომ დანარჩენი ევროკავშირი არათუ გაუწყრება, არათუ შემოსწყრება, არამედ დასჯის კიდეც უკვე ევროკავშირში მყოფ ქვეყანას და ეს არამც არ ჩაითვლება სუვერენიტეტის შეზღუდვად, სუვერენიტეტის შელახვად, ამა თუ იმ ევროპული სახელმწიფოს ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ ამგვარი სიგიჟე რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მხრიდან. დიახ, ჩვენი სუვერენიტეტი და ეს კარგია. აი ხაზგასმით ვამბობ, შეუძლიათ დაატრიალონ სამთავრობო არხებს აქვთ ამის სრული შესაძლებლობა თუ უფლებას ბჭყალებში, თუ ბჭყალებოთ შესაძლებელი სუვერენიტეტი ჩვენი უნდა იყოს შეზღუდული საერთაშორისო სამართლით, იმ სამართლით, რომელიც სწორია. არასწორი საერთაშორისო სამართალი, როგორც ასეთი არ არსებობს. ახლა ეს არის ერთი ნაწილი ჩემი ვიდეო ბლოგისა, მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესოა მეთქი, მე გთხოვთ რომ კიდე დაახლოებით 8-12 წუთი გამიძლოთ, მეორე ნაწილი ეხება თემას შეაღწია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის გუნდმა რუსებს აქვთ ესეთი სიტყვა დასტუჩალის, ხო? ქართულად ესე პირდაპირი თარგმანი, ერთსიტყვიანი თარგმანი არ არის, ან მოახერხეს თუ არა მიკაკუნება კარზე ბიზინა ივანიშვილისა, სადაც არის ახლა ივანიშვილი, ამ მნიშვნელობა აქვს, თბილისში არ არის, ან თბილისშია, აბასთუმანში არ არის, ან აბასთუმანშია, ჭორბილაში ნამდვილად არ არის და არ არის და შესაძლოა არის ჯერაც ზღვისპირეთში, სხვაგან არ ვიცი, შესაძლოა სხვაგანაც არის, მე რა ვიცი, საბოლოო ჯამში მისი გადაადგილების შესახებ მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არც მინდა რომ ვიცოდე. მოკლედ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არც თუ დიდი ხნის წინ, ეს არის ეხლა ჩვენ უკვე ოქტომბერი გვაქვს და ახლებით 20-22-23 სექტემბრისათვის გრიგოლ ლილუაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა მოახერხეს ხმის მიწვდენა, ალბათ უფრო ზუსტი სიტყვა, ზუსტი თარგმანია, ხმის მიწვდენა ბიზინა ივანიშვილისათვის. ეს ის პერიოდია 20-21-22-23 სექტემბერი, როდესაც უკლებრივ ყველამ უკვე იცის, რომ 4 ოქტომბრისათვის დიდი ამბები იქნება დედაქალაქ თბილისში. და ერთადერთი მესიჯი მათ არ ჰქონდათ, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბიზინა ივანიშვილს, ერთადერთი მესიჯი გარდა რაღაცა ფორმალისტური მოკითხვისა და ბიზინა ივანიშვილი არ უჩერდება ხოლმე როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში პირებს, რომლებიც მან მოიძულა, რომლებიც მას უკაცრავად ამ სიტყვისთვის და აღარ ევასება, დამოუკიდებლად იმისა, ისინი წარსულში პრემიერ-მინისტრები იყვნენ თუ
თუ სხვა თანამდებობის პირი, მისი სხვა მხრივ თანაგუნდელები. მოკლედ, ერთადერთი მესიჯი მოკითხვის ფორმალისტური მოკითხვის შემდეგ, რა შვები ირაკლი შენ როგორ ახარ? მე კარგად ვარ, ბატონო ბიზინა, თქვენ ხო კარგად ახართ? ქვემოდან ზემოთ რომ უყურებდა ირაკლი ღარიბაშვილი, ამას უკავშირდება სხვა შორის ამ რა ქვია იმ გოგოს მეუღლეს ნინუკა თუ ნანუკა თამაზაშვილის უკვე შემდგომ გამოცვლილი პროფაილ ფოტო, სადაც მან დააყენა ოდინდელი პროფაილ თუ ავატარ, ხო? მე სულეშლება ხოლმე მოგლის დიდი ფოტო როა Facebook-ზე, უფრო დიდი, შედარებით დიდი. მე რა მაქვს დაყენებული? მე მაქვს დაყენებული ანწუხელიძე უკვდავია ეს ახალგაზრდა გოგონა და აი ამ დიდ ფოტოთ სწორედ ბიზინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ოდინდელი ფოტო გამოიტანა ნინუკა ჰქვია. ნინუკა თამაზაშვილმა ამას ამ დეტალს უკავშირდება ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით. მოკლედ ირაკლიმ ღარიბაშვილმა ბიზინა ივანიშვილს უთხრა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მან უთხრა რომ აი 4-ში იცით თქვენ ბატონო ბიზინა რომ უმძიმესი მდგომარეობა იქ შეიქმნება დედაქალაქში და რასაც აპირებს თქვენი პრემიერ-მინისტრი ირაკლი გობახიძე, თქვენ იცით ჩემზე უკეთ ცხადია მე რა ვიცი, მაგრამ არ შეიძლება, აი გავბედავ და ვიტყვი, არ შეიძლება გიბოდიშებთ და გავბედა რომ არ შეიძლება სისხლის ხრა და არ შეიძლება ისე გადაძაბვა ჩვენი ან ოპოზიციონერები როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელი, ჯერაც ლიდერი თუ ჯერაც წარმომადგენელი, არ შეიძლება ისე გადაძაბვა, რომ ამან გამოიწვიოს ან ადამიანების დასახიჩრება, ან ადამიანების მით უფრო მსხვერპლი. ბიზინა უქნევდა თავს, ბიზინა ეთანხმებოდა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიზნეს არც გაუპროტესტებია ეს, ეთანხმებოდა ვერბალურადაც და უფრო ემოციურ დონეზე. არ ვიცი ზუსტად რა სიტყვა წარმოთქვა ბიზინა ირაკლი ღარიბაშვილთან, როგორ დაეთანხმა, ანუ რასაკვირველიათი თუ რა თქმა უნდათი, მაგრამ ბიზინამ პრინციპში გაიზიარა, ანუ ეს ემოციური კავშირი, ხა ბიზნეს რა კომბინაციები აქვს უკან და უკან. ხო, ირაკლი ღარიბაშვილის მათ შორის წინააღმდეგ მარცხენა და მარცხენა კომბინაციები აქვს. ამაზე ვერაფერს ვიტყვი და ის თავად დაინტერესებული არის თუ არა ირიბად მაინც რომ დახუჭავს თუ არა თვალს იმაზე თუ ძალიან გადაიძაბა სახელისუფლო ბანდის მიერ თუ მხრიდან 4 ოქტომბერს და ირაკლი ღარიბაშვილს კი არა ირაკლი კობახიძეს გადააბრალებს თუ არა ეს მე არ ვიცი. ბიზნეს გულში რა ატრიალებს ღმერთმა უწყის და კიდევ ეკატერინე ხვედელიძემ ისიც სუდად ამ უკანასკნელმა ღმერთმა კარგად ცხადია. მოკლედ ირაკლი ღარიბაშვილი დასტუჩალს, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწვდინა ხმა რომ ჩვენ აქ ავართ, ჩვენ ხო იქ ახსენა ბოდის ვიხდი რა ვილუაშვილი ვახსენე. ვილუაშვილიც ახლა არ უხსენებია გომელაურსა და ღარიბაშვილს შორის თლად ისეთი ბოლო პერიოდში რომ ჩამოყალიბდა ისეთი ჩაშკა, ლოშკა, ანუ ტკბილ-თბილი ურთიერთობები აღარ არის რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ჩანს კიდეც, იმიტომ რომ ბატონი გომელაური რამდენიმეჯერ მივიდა სამთავრობო სახელისუფლო ქართული ოცნების ამა თუ იმ პრეზენტაციაზე. მე არც თუ ბოლომდე ხუმრობა არ არის ეს გამოფხიზლებული მეთქი, იმიტომ რომ ეს ავიენები თუ ბოროტიენები ამბობენ იმაზე, რომ სახლში ჩამჯდარ ვახტანგ გომელაურს ერთი ხანობა ეგრეთ წოდებული ზაპოიც კი ჰქონდა, მე გამოფხიზლებული მივიდა იქ პრეზენტაციაზე მთაწმინდაზე, ფუნიკულორზე, ეს რო კალაზის პრეზენტაციას და ასე შემდეგ და მაქსიმალურად ეცა და იქ დინარაძესთან ერთად დგას ერთ კადრში თუ გახსოვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, რა იმ დინარაძე ვახსენე, ირაკლი ღარიბაშვილს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დინარაძეზეც დაუსველებია სიტყვა, რომ დინარაძე ვერ ართმევს თავს იმ უფლება მოვალეობებს, რომლებიც მასზე არის დაკისრებული. არ იყო თქმული ღარიბაშვილის მიერ თუ მხრიდან რომ ჩვენ აქ ავართ, აი ჩვენით ჩაანაცვლე ქართული ოცნების დღევანდელი ირაკლი კობახიძისეული გუნდი, მაგრამ ერთგვარი მინიშნება იყო, რომ პრინციპში ისინი არსად გასვლას არ აპირებენ და პასუხისმგებლობასაც აიღებენ, როგორც არა დარბევაზე ცხადია ქვეყანაზე პასუხისმგებლობას აიღებენ, თუ უმაღლესი იერარქი, ხო, ეს ოლიმპოს მთაზე აბას თუმანსა თუ სხვაგან შემოსკუპებული ბიზინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და მიუბრუნდება ეგრეთ წოდებულ ძველ გუნდს. ბიზინა ივანიშვილი აქვე გეტყვით, რომ ეს პრაქტიკულად კიდევ უფრო დადასტურებით მაქვს ეს ინფორმაცია, ვიწრო წრეებში განიხილავს, გაგიკვირდებათ და რიგარეში არჩევნების დანიშვნის საკითხს, ოღონდ ამისო რაღაცა მიზეზუკა, საბაბუკა უნდა მიეცეს. მარტშიო გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ხნის წინ, აღარ მახსოვს ვინ ინფორმაცია არა, ვერსია ამის თაობაზე. მარტშიო მე მაინც არ მგონია რომ ეს მარტი არ იქნება, ეს იქნება უფრო მაისი და ეს არ იქნება
ხელახალი არჩევნები, ეს იქნება რიგგარეში არჩევნები და აქვე გააგიმხელთ და мотиваციასაც ბიზინა ივანიშვილის мотиваციაზეც ვიტყვი ორ სიტყვას, ანუ რატო შეიძლება იყოს ბიზინა ივანიშვილისთვის ეს მნიშვნელოვანი, ესე მოვატრიალოთ, მე მგონი რომ ის პატარა ბავშვის ბუშტი არ შემოიჭრას კადრში. რატო შეიძლება უნდადეს ბიზინა ივანიშვილს არჩევნების დანიშვნა რიგგარეში არჩევნების დანიშნა. მუნიციპალიტეტს ყველას რომ იგებს ეს ფაქტია, როდესაც მომყარდება და მომაგრდება, შესაბამისად მისი ადმინ რესურსი იქნება ისეთივე, ან უფრო მძლავრი, ვიდრე ეხლა არის. ახალი იმედები, ახალი ფული, ახალი ინვესტიციები კი არა, ახალი შავი ფული, ახალი ადმინ რესურსი, ძველი ადმინ რესურსი, მაგრამ ახალი სიცოცხლე ამ ძველი ადმინ რესურსისათვის, ახალი ენერგიები და ასე შემდეგ და ახალი გაცხადებული დეკლარაციები, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აღმოფხრან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ყველგან და ყოველთვის და ამჯერად მაინც. ამასობაში ოქტომბერში თუ ყველაფერი გადააგორეს 4 ოქტომბრის გადაგორების შემთხვევაში ვილაპარაკობ, ზულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე ესენი უარს იტყვიან, ესენი გააუქმებენ უკლებლივ ყველა პარტიას. მე შემიძლია ჩამოვასახელო ეს პარტიები. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს არის დროა ელენე ხოშტარია, ეს არის ახალი ნიკა გვარამია, ეს არის ზურაბ ჯაფარი, ზურაბ გირჩი, ჯაფარიძის გირჩი, ეს 4 პარტია. ეს არის მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობენ და ვინიც ის იქნება პარლამენტში შევიდეს, გახარია საქართველოსთვის, ანუ გახარიას ვერ იხსნის შიშიც, არასწორი სიტყვა, კომპრომისი ვერ იხსნის გახარიას სიკვდილსა, ხო, შიში ვერ იხსნის სიკვდილსა კონტექსტში, თუ ალუზია იქით, ცუდია დაღრეჯილობა, ცუდია გაქცეულობა, ცუდია პარლამენტში შესვლა და ასე შემდეგ. ეს არის გახარია. ეს არის ლელო ძლიერი საქართველო, აქაც იგივე თქმა შეიძლება, უბრალოდ ეს პარტია უბრალოდ პარლამენტში არ აპირებს შესვლას, თორე პრაქტიკულად ამ თვალსაჩინით გახარიასაგან არ განსხვავდება. არ მინდა შემეშალოს. ეს არის ფედერალისტები, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი და კიდე სხვა მოქალაქეები, რომლებიც ამ შედარებით ახალ პარტიაში არიან. ეს არის ევროპული საქართველო ამხსენებული გიგა ბოკერიას აწუკე ყოფილი პარტია კაკო ბობოხიძე, გიგი წერეთელი, ეს არის სტრატეგია აღმაშენებელი. ეს არის გაგიკვირდებათ და თავისუფლების მოედანი ლევან სუცკიბიძე, ამ უკანასკნელს რას შეედავებიან სიმართლე გითხრათ არ ვიცი. და ეს არის შესაძლოა ლეიბორისტული პარტიას. მოკლედ 9-11 პარტიის გაუქმებას აპირებენ, ან მათი ნაწილისა ზულუკიანის დასკვნის საფუძველზე შესწენიან რამად, რაღაც ხალათ და ასე შემდეგ და ბევრს აიყვანენ კიდეც და უკვე შემდგომ ბიზინა ივანიშვილი განიხილავს, ცხადია უკვე აღარანაირად აღარ იქნება კონკურენტული, ეხაც არ არის, მაგრამ მერე მით უფრო აღარ იქნება კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები და მოუგებელად იმისა რა კრიტიკა დახვდება მას პასესგან, ანუ ევროპის საბჭოსგან, ან ევროკავშირისგან, ან ევროკავშირის უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს რო ევროპული საბჭოსგან, ევროპის საბჭო და ევროპული საბჭო ის განმოსხვავთ ერთმანეთისგან და ასე შემდეგ დასავლეთიდან, ტრამპიდან, დედამიწის თანამგზავრებიდან თუ პარტნიორებიდან, თუ არაპარტნიორებიდან, პარტნიორები სადღა ხავს, მაგრამ მაინც და დანიშნოს არჩევნები მაისის თვეში. და რაში სჭირდება ეს არჩევნები? არის რიგი საკითხები, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. გარდაულად სჭირდება. საკონსტიტუციო უმრავლესობა არა 2/3 150 დეპუტატი ყავს ჩვენ. არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა 4/5, არ ვცდები, 4/5. ანუ ესე იგი 150 კაციდან თუ გდებათ გავყოთ, რამდენია? 113-ია, მაგრამ მე მაინც ქვერისნებართვით. 150 გავყოთ 5-ზე, გავამრავლოთ 4-ზე. 120, ხო, 113, ესე იგი შეიძლება ცოტა სხვა წილადია, მაგრამ მაინც 113, 114 დეპუტატი სჭირდება ბიზინა ივანიშვილს, რომ იმისთვის, რომ ყისიერად მიიღოს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საქართველოსთვის არ იქნება. ეს არის კონსტიტუციური წყობის შეცვლა, ეს არის სხვა რიგი გადაწყვეტილებები ჩვენ სინამდვილეში, ანუ კონსტიტუციური წყობის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ აღიაროს აფხაზეთი და წყილვარის რეგიონი და მერე დაპატიჟოს ისინი კონფედერაციაში, რასაც ისინი არც მიიღებენ და ამ ეგრეთ წოდებულ აღიარებას შეირჩენენ, ანუ შერჩებათ. ან რომს მიიღონ, მერე გავლენ ამ მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ხალატის ქრონიკა ხო უნდა გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში და ამისათვის სჭირდება მას საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამასობაში ჩაკლა ყველასი. ჩაკლა ყველასი, ვისაც ხმა ამოეღება, ან ვინც ხმას იღებს, ამიტომაც გრძელდება ეს რეპრესიების სხვათა შორის, ეს ხარიბაშვილის
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით შესვლა ბიზინა ივანიშვილთან და თქმა იმისა, რომ აქა ვარ, მე ვედი, უკაცრავად ცოტა ამ ზმნის დაახინჯებისა და სათვის და ერთ-ერთ კილოზე წარმოთქმისათვის მე ვედი, რომ ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი კახელი, ამას ეს არის იმის მიმანიშნებელი, რომ შეიძლება ბიზინა ივანიშვილმა მასზე მართლა გააკეთოს გარკვეული ფსონი მართლა დასდოს და თლად 30 არა, მაგრამ აი 12% მიუგდოს ღარიბაშვილი ლილუაშვილის ჯგუფს თუ ისინი პოლიტიკაში და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში წავდნენ, ოღონდ ხალხის ძალა ვერ გაამართლა და იმიტომ და ვიღაცა უნდა იყოს აი ამ ორ პრორუსულ ჯგუფებას შორის ფორმალისტურად შეიძლება ხოცავდნენ კიდეც ერთმანეთს. აი ეს არის ამბავი, ჩემო კარგებო, ბიზინა სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული პროტესტის გაჩერებით 4-შივე ან შემდგომ პერიოდში. მდინარაძე ამბობს, რომ რამდენიმე კვირა კიდევ გვაგვიჭირდებაო. მდინარაძეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დღესაც ტყუსკავეცში ჰგონია, ამას მაინც და მაინც ნუ დავუჯერებთ, მისი ანალიზი ასფალტის დონეზეაო, უსულიდან რომ თარგმნოთ, ცხადია, ანუ უფსკრულია, ხო, ჩაჩეხილობაა მისი აზროვნება, როგორც ასეთი. არა, მდინარაძეს ნუ დავუჯერებთ, მაგრამ სუსის სუფროსაც წოდებულია კაცი და რაღაცეებს ბჟოტიალობს ხანდახან, ეს ერთი. მეორე, უნდა გააჩეროს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, მერე ამას უნდა მიაყოლოს პარტიების გაუქმება და ცალკეული ლიდერების დაჭერა, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ არასამთავრობოელებისაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ იყო გამოთქმული ერთი მოსაზრება, რომ აი ამ პირობებში ჩემმა მეგობარმა თენგო ნაბლუთიამ გამოთქვა ეს მოსაზრება, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ პირობებში იქნება და სწორია მეორე გზა ბეგზა გზა ხაზარაძისა და გახარიასი, როდესაც ლეგიტიმურები იქნებიან ისინი და მათ ვერავინ ვერ გააუქმებს და ასე შემდეგ. არა, ბიზინა ივანიშვილი კეთროვანებს და კეთროვანებად მიაჩნია, სუსტებს და სუსტებად მიაჩნია, ხო? იმათ, ხო, კიდევ უფრო მეტად ანადგურებს ეს მონადირე კაცი. ხელისუფლება ვერ შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. ამის თქმა მე რომ მომიწევდა ძალიან წყინს, დიდად არ მიხარია. მე 90 წლის 31 მარტიდან საარჩევნო 5-თან წელიწადში ერთხელ, წელიწადში ორჯერ, ორ წელიწადში ერთხელ ყოველ ჯერზე მისულ კაცს მაშინაც კი ოცახელი მქონდა ჩაქნეული ყველაზე პრაქტიკულად. ან რამდენი არჩევნებით ჩატარებულა, ან რამდენი პლებისციტით ჩატარებულა, რამდენი რეფერენდუმით ჩატარებულა, მე ყოფილი ვარ ადგილობრივ არჩევნებზე და რა ვიცი. მაშინაც მივსულ ვარ ლამის საარჩევნო უბანზე, როცა აღარაფერი აღარ იყო. ანუ მეორე დღე იყო, მეხუთე დღე იყო და შევშტერებოდი ამ საარჩევნო უბანს. მოტრიგრებ ცხადია, მაგრამ მაინც ანუ არჩევნების მომხრე ვიყავი სულ. პირველად არ მივდივარ არჩევნებზე. ეს ერთი. ჩემს ცხოვრებაში და ამას თუ დაუშვებდი და პირველად ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება, ანუ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს საკუთარ მარცხს. რაც არ უნდა ჩამოიშალოს თუ გამოიბრდღვნას შიგნიდან და რაც არ უნდა შემოსჭამონ ერთმანეთი და ერთმანეთის ცალკეული ორგანოები პირებმა, რომლებიც ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდაში არიან. ან ვერ შემოსჭამონ. ამიტომ, როდესაც მეც ვამბობ, რომ ძალიან წყინს, ძალიან მიკვირს, რომ რევოლუცია არის ერთადერთი გამოსავალი, მით ჯერ ერთი აქვე ვიტყვი ხაკ, რომ რაღაც ინტერპრეტაციები რო არ იყოს ცალკეული პირებისა, მე ვგულისხმობ რა საკვირველია ხავერდოვან რევოლუციას. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ რევოლუციას, რომელიც პროვოცირებას ახდენს ბანდისა, მაგრამ მით უმეტეს არ ვგულისხმობ ზალადობას ქართული ხალხის მხრიდან. ბანდა ყველაფერს წამსვლელია ეგრე ამ ლოგიკით და ასე შემდეგ. მოკლედ მე ვარ ამ რევოლუციური ცვლილებების მომხრე, ესე ვიტყვი. და კანონის ფარგლებში უგლებლი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სწორედ აქციებით და დემონსტრაციებით და პროტესტით ივანიშვილის ბანდა, რომელმაც ჩაჩეხა ეს ქვეყანა უკვე დასრულდეს. ნახვამდის.